ეს პროცესი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ამ პროცესს ბევრჯერ მithქვამს, რომ არაფერი საერთო სამართალთან და სამართლიანობასთან არ აქვს. ხშირად თქვენს ეთერებში, სხვა ეთერებში მისაუბრია როგორც იურის სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით, მიმომიხილავს სამართლებრივი ასპექტები და ასე შემდეგ. აქ საერთოდ შეუძლებელია რაიმე მიმოიხილო, იმიტომ რომ საქმეში სამართლის ადგილი არ იყო საერთოდ დატოვებული. აი, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რასთან გვაქვს საქმე, რომ თითქოს ნოემბერ-დეკემბერში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების დროს პოლიციელმა დაინახა ბადრი ჯაფარიძისგან გარკვეული ჟესტიკულაცია. ოღონდ 5 თვის განმავლობაში არაფერი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ მისი აღქმით ეს ჟესტიკულაცია იყო რაღაც ძალადობისკენ მოწოდება თუ რაღაც შეჭრისაკენ და ასე შემდეგ და 5 თვის შემდეგ ახსენდება და მიდის პოლიციაში და წერს პატაკს. ამ პერიოდშივე ახსენდება აი ამ ადამიანებს, ნანა კაკაბაძეს, ვატო შაქარაშვილს და წარმოუდგენელ ხალხს, რომ გაანალიზეს რაღაც გამოსვლები და მიიღეს დასკვნები, რომ თითქოს ეს ხალხი არის საშიში საზოგადოებისათვის, ხო? ოღონდ როდესაც ეკითხებოდნენ ადვოკატები, მაგალითად პოლიციელებს ეკითხებოდნენ, რა ჟესტი დაინახე, არ ახსოვდათ, რომ გაემეორებინათ, რომ თუ ეს ქმედება დანაშაულია, ხო უნდა ვიცოდეთ, რა არ უნდა გააკეთოს სხვა დროს ადამიანმა, როდის იყო, ვისთან ერთად იდგა, რა ეცვა, სად იდგა, არაფერი არ ახსოვს პოლიციელს. ახსოვს, რომ რაღაცა ჟესტები დაინახა. სხვებთან მიმართებაში იყო მაგალითად, რომ 200 მეტრის მოშორებით, აი იმ ხალხში 200 მეტრის მოშორებით აღიქვეს თითქოს რაღაც ქმედებები. ანუ რომ შევაჯამო და დიდხანს ნამდვილად არ მინდა სამართლებრივი კუთხით მიმოვიხილო ეს საქმე, იმიტომ რომ არაფერი არ არის აქ კანონიერი. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სრული პასუხისმგებლობით, ეს არის ყველაზე ფალსიფიცირებული საქმე, რაც კი ოდესმე წარმოებულა ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ თუ სხვა საქმეებში ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ რაღაცა არ შეიძლება 400 ლარიანი ღობის დაზიანების გამო იყოს მძიმე სასჯელი, ხო? თუმცა იქ შესაძლოა ქმედების მართლსაწინააღმდეგოზე ვიდაოთ, თუმცა სასჯელზე იყოს პრობლემა და სხვადასხვა იმას კი არ ვამბობ, რომ ის სასჯელები რაც შეუფარდეს სწორი იყო. თუმცა ამ საქმეში საერთოდ არ არის დანაშაულთან რაიმე ახლოს მყოფი ქმედებაც კი, თუმცა მიღებული აქვს დავალება, რომ პოლიტიკური ლიდერები გაანეიტრალონ და ამას მიყვებიან. საბოლოო ჯამში კი ბატონო, ძალა აღმარცხნავს, ხო მიცით გამოთქმა, ისინი გძნობენ ახლა ამ ძალას და შეუძლიათ ისე წარმართონ პროცესი, როგორც წარმართავენ. თქვენი აზრით, ეს თქვათ, რა არის ამის მიზეზი, რომ მისცეს უფლება საკუთარ თავს არ ვიცი მოცემულობას, რომ 8 პოლიტიკური ლიდერი ასე ერთბაშად ერთ საქმეში მოექციათ და ნაწილ საპატიმროში ყოფნის ვადა გაუხანგძლივონ, დიდი ალბათობით ეს მოლოდინი არსებობს, ნაწილი კი ხელახლა შეაბრუნონ საპატიმროში. ძალიან კარგი კითხვაა და ზუსტად ამაზე მინდოდა ახლა საუბარი. აი გუშინდელი პროცესი იყო გარკვეული ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას აკეთებს ხელისუფლება და რაზე ვსაუბრობ. გუშინ მოყვანილმა მოწმეებმა, განსაკუთრებით ნანა კაკაბაძის ჩვენება იყო საინტერესო ამ მხრივ და სხვა ადამიანებაც ამერიკის შეერთებული შტატები გამოაცხადეს მტრულ სახელმწიფოდ, საქართველოსთვის მტრულ სახელმწიფოდ. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც 35 წელია ამ ქვეყანას უდგას გვერდით. ყველა კუთხით. და სადაც მიწვევას მაგალითად დღეს ქართული ოცნების სპიკერები, საგარეო საქმეთა უწყება დიდი სამბით გვაცნობს, რომ ბოჭორიშვილი რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში. ეს პროტოკოლური მიწვევები ძალიან უხარიათ და დანარჩენი ურთიერთობა მათ ვერ აღადგინეს. რისი თქმა მინდა, იცით, საბოლოო ჯამში ეს პროცესი ჩემი აზრით არის რევანში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და მე არ ვაჭარბებ ამას, იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც გუშინ იყო მისული ჩვენების მისაცემად, ასევე ჩვენ ვნახეთ და თქვენ სოციალურ ქსელშიც დაიდო, თუ რა პოზიცია ეკავა იმ ადამიანებთან მიმართებაში და ახლობთ 30 წლისი, ხო, როდესაც ჯაბა იოსელიანის პროცესზე იყო მაგალითად ქალბატონი ნანა წარმოდგენილი და ბატონი ნიკოლაიშვილიც თუ სწორად მახსოვს, ხო, ფოტოზეც ჩანს. ხო, არ ვიცი რა ფოტო არის, ახლა ეს არის ძველი სამსახველი ფოტო არა ძველი ფოტო, როდესაც და გუშინ დაადასტურა კიდეც, როდესაც კითხეს ადვოკატებმა შეფასება თხოვეს ისტორიულ კონტექსტში, მან თქვა ასეთი რაღაც, რომ თითქოს ზვიად გამსახურდია თავის თავს მოუწყო პუტჩი. ანუ ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა მათი მხრიდან. კი ბატონო, ნანა კაკაბაძე არ იქნებოდა იპოვიდნენ სხვა სამსაქმისთვის, ფაქტია რომ ოცნებას ხელისუფლებას, კი ბატონო, მით უარესი ამ საქმის ისედაც გაცამტვერებული, თქვათ საფუძვლებისთვის იქნებოდა სხვა. ამ საქმის მთავარი მიზანი, მაინც თქვენ როგორ გესახებათ, მაგალითად დღეს რამდენიმე კომენტარი ვნახე, მათ შორის არის
ახლავე გეტყვით, არის თენგო კირთაძე, რომელიც ფედერალისტებს წარმოადგენს და ის ასეთ რამეს ამბობს, რომ როგორ წარმოგიდგენიათო, რომ შუამავლების მეშვეობით არ ექნებოდათ ამ ადამიანებს ინფორმაცია, რომ წადით ხელს არ შეგიშლით. ანუ რამდენად არის ასეთი ტიპის წინასწარი კომუნიკაცია, არაფორმალური, არაოფიციალური შუამავლების მეშვეობით, რომ წადით ქვეყნიდან, წადით პოლიტიკიდან და ეს საქმე ისე არ დასრულდება, რა მოლოდინიც ახლა ამ პირობებში არსებობს. Შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უკაცრავად ესეთი რაიმე კომუნიკაცია არაფორმალური არ არსებობს. ჩვენი პოზიცია ყოველთვის ეს ხო არ არის პირველი საქმე, მაგალითად ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ, ხო, მესამე საქმეა, მესამე უსაფუძვლო საქმეა, რაც ისინი პოლიტიკაში პირველი საქმე არ დასრულდა პატიმრობით, შემდეგ კომისიაზე არ მისვლის გამო ეს ადამიანები ცოტა ხნით მოხვდნენ პატიმრობაში. ეხლა ეს საქმე უკვე, ეს თქვათ, ხელისუფლება სხვაგვარია. პირველი საქმის დროს რომ იყო, ის ბუნება აღარ აქვთ მათ, ისინი ბევრად უფრო მძიმე რეპრესიული წნეხია. ამიტომ ახლა შეიძლება მართლაც რაღაც სერიოზული წლებით გაამწესონ ისინი პატიმრობაში. დიახ, თუმცა ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქედან თუ ჩვენ რას უპირისპირებთ ამას და რა ნაბიჯებს გვაქვს. ჩვენ უპირისპირებთ იმას, რასაც ვაკეთებთ ბოლო 7 წელია, რაც ლელო შეიქმნა, რომ ნებისმიერ ფრონტზე კონსტიტუციური ფარგლებში გაუწიოთ მას წინააღმდეგობა. ჩვენ არა გვაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილის რეჟიმი რაღაც ეტაპზე გახდება უფრო დემოკრატიული. ამის მოლოდინი შეუძლებელია კონდეს. მათ აქვთ კონკრეტულად არჩეული გეზი, რომ აქ გააკეთონ რუსული ტიპის ავტოკრატია და მიდიან აქეთკენ. ჩვენ ამას უნდა დაუპირისპიროთ ის, რომ არ დავიხიოთ უკან, ბევრად უფრო მეტად ვესაუბროთ ხალხს, წამოვწიოთ მათი საჭიროებები, დავანახოთ საზოგადოებას, სამწუხაროდ დღეს საზოგადოებას არ ესმის, იმიტომ ეს ჩვენი პრობლემაც არის, ეს უნდა ვაღიაროთ. ვერ დავანახეთ საზოგადოებას ის უბედურება, რასაც ქართული ოცნება უმზადებს ამ ქვეყანას და თუ კი წლების წინ ვამბობდით, რომ ცუდი რაღაცეებისკენ მივდივართ, საბოლოო ჯამში ეს აქ მოგვიტანს ავტოკრატიას, მოგვიტანს თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, მოგვიტანს თავისუფალი მედიის გაუქმებას და ასე შემდეგ. დღეს უკვე აქ მივედით. დღეს უკვე ამ ეტაპზე ვართ, როდესაც მედიებს აუქმებენ, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს კრძალავენ. ოღონდ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ დიქტატურაში ბედნიერი ვერ იქნება ვერავინ და დღეს თუ ეს არიან პოლიტიკური ლიდერები და თუ პოლიტიკურ ლიდერებს უსამართლოდ დევნიან, ხვალ ის ნებისმიერი ამ ქვეყნის მოქალაქე იქნება ასეთი დევნის ქვეშ. ამიტომ უნდა გავაგებინოთ ხალხს მათ შორის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ეს არის ამ ქვეყნის ეგზისტენციალური პრობლემა. იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იმართება ამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ხო არაერთხელ გვინახავს მათი და მაგალითად მარგარიტა სიმონიანის ნათქვამი, როგორ ერთ-ერთი ემთხვევა ერთმანეთს, ხო? ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ დამთხოვა. ისინი არიან უბრალოდ რუსული რბილი ძალის გაგრძელება ამ ქვეყანაში და აპირებენ, რომ აი ეს მართლა ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა ნელ-ნელა გადააბარონ ისევ რუსეთს. ამიტომ ჩვენ უნდა აუხსნათ მოსახლეობას, რაც შეიძლება ყოველ სოფელში მისვლით, ყოველ ქალაქში მისვლით. უნდა უთხრათ ეს პრობლემები და ამავდროულად მათი საჭიროებები უნდა წამოწყვეტ, რაც შეიძლება. თორნიკე, როგორც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, თქვენი პოლიტიკური პარტია იარსებებს, იქნება, გაგრძელდება და მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი მკაფიო პოზიცია არ შეიცვლება. ანუ ეს ვთქვათ, ამაზე რამდენად არის მკაფიო პარტია. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მკაფიო გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მიიღოს ივანიშვილის სასამართლომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ლელო გააგრძელებს ბრძოლას, არ შევშინდებით, არ დავიხევთ უკან. ამ ქვეყანას არ დაუთმობთ ივანიშვილს და რუს მოხელეებს, რომელიც აქ მოავლინეს რამდენიმე წელია და მართლა საჯიჯგნად გაიხადეს მთელი ქვეყანა და კორუფციისთვის გაიხადეს და მეტი არაფრისთვის არ ჭირდებათ ეს ქვეყანა, არ დაუთმობთ. გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის არჩევნებზეც გიდასტურებთ. ნებისმიერ მომდევნო არჩევნებზე ჩვენ შევალთ, ვიბრძოლებთ. ამ ქვეყანაში არასდროს არ ქონია ოპოზიციას კარგი საარჩევნო გარემო, თუმცა არ შეიძლება ამის გამო ვთქვათ, რომ მოდი დაგითმობ მთელ ველს და წაიღე, რა ვიცი, 100% ან ის ვატო შაქარაშვილი შემოიყვანე გამორიცხავთ, რომ ამ პატიმრობების თემას, გადაწყვეტილებას განაჩენს ამ საქმეზე, მიებას მალევე საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილება პარტიების ყოფნა არ ყოფნის შესახებ. ანუ შეიძლება არჩევნებში შესვლის მზაობა გაქვთ სხვა პარტიების მსგავსად
მკაფიოდ ჩამოყალიბებული, მაგრამ ზოგადად პარტიის ყოფნა არ ყოფნის საკითხს როგორ უყურებთ? კი, გეთანხმებით ამაზე, რომ არათუ შეიძლება მოსალოდნელიც კი არის. უბრალოდ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ერთი ორი სიტყვით მინდა ვთქვა, რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ. ჯერ შეიტანა სარჩელი, ანუ 9 თვიანი ვადა ჯერ არ იყო თულად დამოწული, დაახლოებით 5-6 თვე იყო გასული, ვერ ასწრებდნენ ამ თვეში, სასამართლოს ხელი არ მოუკიდებია საქმეზე, ის სარჩელი გამოიხმეს და თითქმის ერთი ფედერალისტები ჩაამატეს და თავიდან შეიტანეს. ანუ რაღაცისთვის დაჭირდათ ვადის გაგრძელება და შემდეგ ხედავთ უკვე დაჩქარებულ ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესები, რა თქმა უნდა, ამაში შეიძლება ლოგიკური ჯაჭვი დავინახოთ, თუმცა რაც ვთქვი, იმას დავადასტურებ, რომ გადაწყვეტს ივანიშვილი აკრძალვას და წავა აქეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ იქაც ვიბრძოლებთ, მივიტანთ ჩვენს არგუმენტებს ყველგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა თუ მაინც ამ გადაწყვეტილებაზე წავა და ოპოზიციურ პროევროპულ ძალებს ისინი აკრძალავენ, ჩვენ სხვა ფორმებით, რაც იქნება კანონიერი, კონსტიტუციური, მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას. სადაც იქნება ეს, ქუჩაში იქნება, იქ ვიბრძოლებთ. არჩევნებში არ მიგვაღებიებენ მონაწილეობას, სხვას დაუჭერთ ხარს და სხვის გვერდით ვიბრძოლებთ, იმიტომ რომ აქ არ არის თავარი ის, რომ აუცილებლად ჩვენ უნდა ვიყოთ და თუ ჩვენ არ მოვედით ხელისუფლებაში, არაფრად არ გვიღებთ. ჩვენთვის თავარი მიზანი არის, რომ ეს ანტიევროპული, ანტიეროვნული ძალა, რომელიც მოაჯდა ამ ქვეყანას, მაქსიმალურად სწრაფად გავისტუმროთ რუსეთში, სადაც არის მათი იდეური და ბუნებრივი ადგილი. კი ბატონო, მადლობა. დიდი მადლობა თორნიკე ართმელიძე პასუხობდა ჩვენ კითხვებს.